ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. ჯერჯერობით ეს სამი პოლიტიკური სუბიექტი გახდა საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე. ჯერჯერობით იმიტომ, რომ ქართული ოცნება არ გამორიცხავს, რომ ასაკრძალი პარტიების სია გაფართოვდეს საჭიროებისამებრ. დღეს მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 1 საათის განმავლობაში ხსნიდა იმ არგუმენტებს და იმ მიზეზებს, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება. პირველი არგუმენტი იყო ის, რომ მისი მტკიცებით კონკრეტულმა პარტიებმა საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ხელისუფლების წინააღმდეგ როგორც შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა, არის ქართული ოცნების ინიციატივით 2025 წლის თებერვალში პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნაც 460 გვერდს აღემატება და რომელიც, როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამბობენ, მიზეზი ამ კომისიის შექმნისა იყო ის, რომ გამოეძიათ 2003-2012 წლებში ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებული ქმედებები, თუმცა მოგვიანებით ამ კომისიის მანდატი გაფართოვდა და მოიცვა უკვე შემდგომი წლების საქმიანობა ოპოზიციური პარტიების ნაწილში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი შევა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველი, ეს არის რამდენად მყარია სამართლებრივი დასაბუთება და მეორე, რამდენად უქმნის ეს პარტია თავისი ზომით, ორგანიზებული სტრუქტურითა თუ პოლიტიკური გავლენით საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ძირითად არგუმენტად შალვა პაპუაშვილს მოყვანილი აქვს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლი და 6 ძირითადი პუნქტი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არის გათვალისწინებული და ეს 6 ძირითადი მუხლი, როგორც თავად შალვა პაპუაშვილი ამბობს, მიმართულია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა აიკრძალოს ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. და რას მოიცავს ეს 6 ძირითადი მუხლი? ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, თუ კი პოლიტიკური პარტიის მიზანი სწორედ ეს არის, მაშინ ეს უკვე გახდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საფუძველი. მეორე, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ასევე აიკრძალება პარტია, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღღვევს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან ასევე ქმნის ან შექმნილი აქვს უკვე შეერაღებული ფორმირება. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნაწილში ქართული ოცნება უკვე არაერთი წელია ედავება ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ღიად ადანაშაულებს მას 2008 წლის ომის პროვოცირებაში. ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის წევრები არც იმას უარყოფენ, რომ ოკუპანტი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა მაინც მიიჩნევენ, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ესკალაცია 2008 წელს გამოიწვია სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. თუმცა გარდა 2008 წლისა დღეს მაგალითად შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა 2004 წელს განვითარებული პროცესები, ასევე 2007 წელს განვითარებული პროცესები და ზემო აფხაზეთის სტატუსის დარქმევა და შემოღება საქართველოს სამართლებრივ ჭრილში. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, სარჩელში მითითებულ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან კოალიციებში შემავალი მცირე პოლიტიკური სუბიექტები. ასეთები კი არიან ელენე ხოშტარიას დროა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარტია გირჩი მეტი თავისუფლებისთვის, ასევე პარტიები ფედერალისტები, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და რესპუბლიკური პარტია. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც შალვა პაპუაშვილმა დღეს მაგალითად მოიყვანა და დასძინა, რომ მათ არ აქვთ ჯერჯერობით საშუალება, რომ გადანახონ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. მისი მტკიცებით, არც ამ პარტიებს არც შეუძლიათ, რომ რაიმე ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩევლებზე და მოქალაქეების აზრის ფორმირებაში მიიღონ მნიშვნელოვანი მონაწილეობა. სარჩელში არის რამდენიმე ცვლილება, მაგალითად ქართულმა ოცნებამ უკან გაიწვია ის დაპირება, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც შეეხებოდათ საკონსტიტუციო სარჩელი და მაგალითად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებოდათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება და პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის, თუმცა საუბრობს იმ ბერკეტებზეც, რომლის საფუძველზეც ქართულ ოცნებას მიეცემა საშუალება ხელახლა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებითი სარჩელით. თუმცა ის ასევე დასძენს, რომ თუ კი
დაუშვათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დატოვებს ამ პარტიას და რაიმე სხვა ფორმით შეეცდება პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, ამის თაობაზე მმართველი პარტია იმსჯელებს თანამოაზრეებთან ერთად და დამატებით სარჩელსაც მოაზრდებს. ასაკრძალთა სიაში მოხვდა კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო, თუმცა განსხვავებული ფორმით და ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ ამის მთავარი მიზეზი არის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. საკრებულოებში ქვეყნის მასშტაბით ამ პარტიამ 59 მანდატი მოიპოვა. ჩალო პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნებას ცემს პატივს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ამორჩევლს და ამიტომ ამ 59 წევრს საკრებულოებში არ აუკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას და არ შეწყვეტს მათ მანდატებს. სავარაუდოდ მათ დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით მოუწევთ საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელება მუნიციპალურ საკრებულოებში. ცესკოს მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად ის, ვინც 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, არის კიდევ ერთი პარტია, გახარია საქართველოსთვის. მათ საპარლამენტო საქმიანობა ერთი წლის დაგვიანებით, თუმცა დღეს მაინც დაიწყეს. სწორედ ეს გახდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, იმის საფუძველი, რომ გიორგი გახარიას ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ვერ მოხვდა ასაკრძალთა სიაში. თუმცა ეს იმის მიუხედავად, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაბარებული მაინც იყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ამორჩევლებს დაპირდით, რომ ამორჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფთ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1,120,000 ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი. ამ სახალხო მანდატის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებით შეიქმნა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 6-თვიანი მუშაობის პერიოდში პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან მიღებული 778 განცხადება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდასხმისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება. ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციის სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევაში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ საცილში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. მაგარი გადავჭით. ასეთი იყო პარტიის გირჩი მეტი თავისუფლებისთვის პირველი გამოხმაურება Facebook-ის მეშვეობით ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე. ეს პარტია, როგორც გითხარით, ვერ მოხვდა ასაკრძალთა სიაში, თუმცა ჯერჯერობით. ასევე მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელის სამიზნეები და უპირველეს ყოვლისა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკვე მსჯელობს იმ სტრატეგიაზე, როგორ დაუპირისპირდეს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ყოფილი სახელისუფლებო პარტია ამ შემთხვევაში ამ სტრატეგიაზე მსჯელობს მარტო. კოორდინაცია ჯერჯერობით ვერ შედგა სხვა იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ასაკრძალთა სიაში. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო უკვე გამოეხმაურა პარტიების საკრძალვის გეგმას, მათ გუშინ 27 ოქტომბერს შეიტანეს საპასუხო საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც მიიჩნევენ, რომ პარტიების საკრძალვის გადაწყვეტილება არის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო წესრიგთან შეუსაბამო, მით უმეტეს, როდესაც პარტია იზერებს მათი თქმით პროდასალურ ღირებულებებს.
უცნობია ჯერჯერობით შედგება თუ არა პოლიტიკური ერთობა ამ საკითხის ირგვლივ, იმის გათვალისწინებით, რომ შარშანდელი ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც არჩევნები უკვე ჩატარებული იყო და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმის გადაწყვეტილება არჩია, შედგება თუ არა პოლიტიკური ერთობა ახლა არჩევნებიდან 1 წლის თავზე ამ საკითხის ირგვლივ. რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ქართული ოცნება ახორციელებს ფსიქოლოგიურ შანტაჟს საკუთარ მოქალაქეებზე, თავად აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას, რათა შემდეგ ამით დააშინოს ამ ურჩეველი. თავად ოცნება დაეხმარა ნაცებს ფეიქ რევოლუციის ორგანიზებაში. ამავე წელს შექმნით ნაცების გასასამართლებელი კომისია, სადაც ორჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია, მაგრამ არც ერთხელ არ დაგიბარებიათ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქმნელები. რატომ არ შექმნით ეს კომისია 2014 წელს, ან არ შექმნით 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყეთ ჩორჩანასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაცრულ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეთ თუ არა, ეს დღემდე არ ვიცით. როგორც მოვისმენთ, გიორგი გახარიას პარტიას, რომელმაც საკანონმდებლო საქმიანობა 1 წლის დაგვიანებით დღეს დაიწყო, აქვს კითხვები, რატომ არ შეიქმნა კონკრეტული მეთოდები ან საგამოძიებო კომისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ასაკრძალად და ამ პარტიაში არც ჯერათ იმის, რომ საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება შეძლებს თავარი ოპოზიციური პარტია, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე გამოიხმაურა X-ის ოფიციალურ გვერდზე ამ პლატფორმაზე საკონსტიტუციო სამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი, რომ ეს არის რუსული სტილის ავტორიტარიზმის გამტკიცება საქართველოში, როდესაც იკრძალება სამი ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტია. 9 თვე აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფორმით დაუპირისპირდებიან ასაკრძალთა სიაში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, თუმცა ცხადია და ფაქტია, რომ გიორგი გახარიას პარტიამ ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების გზა საკანონმდებლო გზით არჩია.